სიმბოლურია ისიც, რომ დღევანდელი ღონისძიებას ვიწყებთ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმართველის სოფლიო სახელის მქონე გმირის მელიტონ კანთარიას ბიუსტის განახლებული მემორიალის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე. აქვე დგას ძეგლი, რომელიც გამარჯვებული ჯარისკაცის სახელს ატარებს და ამ ძეგლის დანდგმელი ინიციატორი იყო სამამულო ომის მონაწილე რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, ამავე სკოლის დირექტორი ბატონი ლუდოვიკო ჭანდურია, რომელსაც წელს შეუსრულებელდა 100 წელი. მეგობრებო, ყოველწლიურად 9 მაისს დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენი გმირი წინაპრების პატივის მიგებაა. დასტურია იმისა, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს ჩვენი ყოფა, ფუნდამენტური ღირებულება მარად უგდავია. დიდება ჩვენს შემოუსვლელ გმირებს, დიდება ჩვენ შემოუსვლელ გმირებს, რომლებიც დღეს უკვე ყველანი უკტაებასთან არიან წილნაყარი. თხოვთ წუთიელი დუმილით მივაგოთ პატივი ბატხსოვნას. მელიტონ კანთარია სახელი და გვარი ასოცირდება დიდ გამარჯვებასთან, ასოცირდება ფაშიზმის დამარცხებასთან. ის საუკუნის გმირია, სიტყვის საუკეთესო და პირდაპირ გაგებით მიხეილ ეგოროვთან ერთად. როცა ვახსენებთ მელიტონს, 5 კაცს მიენიჭა ასევე გმირობა და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ისინი, ვინ არიან ესენი. კაპიტანი ვასილი ნოკენტიძე დავიდოვი, სერჟანტი მიხეილ ალექსიძე ეგოროვი, უმცროსი სერჟანტი მელიტონ ვარლამიძე კანთარია, კაპიტანი სტეფანე ანდრიაძე ნეუსტოროვი, უფროსი ლეიტენანტი კონსტანტინე იაკობიძე სამსონოვი. 9 დივიზია უტევდა ბერლინს, აი ამ ფაშისტების ბუნაკს, აი 9 დივიზიაში იყო 9 დროშა და ნომერ მე-5 დროშას, ამ 5-იანი რიცხვით და შემკულ დროშას ხვდა ბედნიერება, ყოფილიყო სოფლიო გამარჯვების დროშა და ეს დროშა ვიდრე იარსებებენ საუკუნეები იქნება და ვიდრე იარსებებს საქართველოს ალბათ არასდროს არ წაიშლება, ის არასდროს არ წაიშლება ჩვენი მელიტონ კანთარიას სახელი. საბჭოთა კავშირის გმირი გახდა 176 კაცი, მაგრამ თითოეულად უკვე ახსოვს ჩვენ და მელიტონ კანთარია ახსოვს მსოფლიოს, ახსოვს ევროპას. მაშინ შუაგულ ევროპაში მელიტონმა აღმართა ის დროშა და 70 წელი ბევრ ჩააკბედინა ხმა. თქვენ კარგად იცით ეს. იყო ლოკალური ომები სამწუხაროდ ჩვენთანაც აფხაზეთი, თბილისში და ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, მაგრამ ევროპის მასშტაბი და ესეთ ფართე მასშტაბიანი ომი არ მომხდარა აი იმ დროშამ, სწორედ მელიტონის თაოსნობით მას მისდევდა რუსი კანთარია, აგერ არის ის მე ვთხოვთ ასწიოთ ზევით ნახოს ყველამ, ეს მაშინ ჩამოიტანეს ეგოროვის სამშობლოდან, სმოლენსკიდან მიწა, რომელიც მაშინ დავაყარეთ მას და რაღაც ნარჩენი იყო თურმე დარჩენილი და დღეს ამ დღეებში აი ამ ხალხმა კიდევ ერთხელ მიმოფანტა მის საფლავზე. მელიტონ კანთარია, ბავშვებო, ახალგაზრდებო, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის გმირი უკვდავება, მან თავის სახელი უკვდავყო, არა მარტო მისი, მთელი ჩვენი რაიონის, ქართველების. იქ ძალიან ბევრი იბრძოდა, ძალიან ბევრი სისხლი დაიყვარა, არაერთი ჯგუფი იყო შექმნილი. ამ დროშის ატანა ეს მარტივი საქმე კი არ იყო. ეხლა ვერ აიტანს ზოგიერთი. ტყვის ქარცეცხლში ყველაზე დიდი ღირსება არის დროშის ატანა. აი მაშინ თავდება ომი. ეს ვერ აგირან, რომელსაც პოლიტიკოსები, რომლებსაც არ ყოფნით იმის ტვინი, რომ არ წარმართონ ომები. მას აი ესეთი რიგითი უბრალო ჯარისკაცები დაასობენ ხოლმე მშვიდობის სიმბოლოდ და აი ეს მშვიდობა დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ უკვე კანთარიების სახელით, იმიტომ რომ მე ვარ ამათი გვარის წინამძღოლი კანთარიების და მიხარია მათთან ერთად ყოფნა ყოველთვის. და ეს გვარი, ამ გვარს ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ. მელიტონის შთამომავლები ვინც ახართ აქ, ჩვენ მისი ნათესავები და ყველანი. გილოცავთ ჭეშმარიტ გამარჯვებას ფაშიზმზე და ფაშიზმზე გამარჯვებას თვითონ გერმანელებიც აღნიშნავენ და ჩამოდიან ხოლმე და მიესალმებიან ამ ყველაფერს. ქართველებს ფასეულობების გადაფასება არ გვესწავლება. მოვა დრო უფრო მეტი პატივი მიეგება. როდესაც პირველკლასელი მოსწავლე 6 წლის შეგეკითხება, მასწავლებელო, ვინ არის დამარხული და რო ეტყვი მელიტონ კანთარია, ვინ არის მელიტონ კანთარია, ეტყვი გმირი, ბოლომდე ჩაგეძიება.
და ყავს ასეთი ბავშვები. მას ჩვენ ვუხსნით, რომ ეს არის გმირი და ძალიან მიხარია ამ დილით ერთი წამით მოვკარი მასმედიაში თვალი, რომ სოფლიომ დღეიდან გამოაცხადა 9 მაისი არა როგორც გამარჯვება ფაშიზმზე, არამედ სოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღედ. პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე ფაშისტურ გერმანიაზე 70 წლის იუბილეა დღევანდელი მინდა სამეგრელოს და ასევე სრულიად საქართველოს ვეტერანებს 1800 ადამიანს დღევანდელი დღე მიულოცო და მინდა მადლობა გადავუხადო მათ თავიანთი გმირული და ეროვნული სიგანსავა განზრახობის შენახვისთვის, იმიტომ რომ საქართველოს სამამულო ომის ვეტერანებს სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი სამამულო ომის გამარჯვებაში და რაც შეეხება ბატონ მელიტონ ქანთარიას, ეს უკვე ცალკე თემა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველ ერს, ერგო იმის წვლილი, რომ გამარჯვების სიმბოლო რესტაგის თავზე აეტანა ბატონ მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს ბიუსტი გაიხსნა, რომელზეც ადგილობრივ მუნიციპალიტეტმა დიდი ძალა და ხონა იხმარა იმისთვის, რომ ეს ბიუსტი გახსნილი იყო. აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის ეს თემა, რასაც ეხება ბავშვებმა უნდა მომავალ თაობამ უნდა იცოდეს ვინ ყავდათ წინაპრები, რა გმირები ყავდათ და მით უმეტეს მთელ საქართველოს და მთელ სოფლიოში ჩვენ ისეთი გმირი ყავს, რომელიც ყველანი უნდა ვამაყობდეთ ქართველები და ისინი. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება დღესდღეობით ვებერთელა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ძლივს როგორც იქნა თავობამ მიაქცია ყურადღება იმ ვეტერანებს, რომლებიც ძალიან მცირე დარჩა სამეგრელოს რეგიონში 111 ომის ვეტერანია დარჩენილი. დღეს ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვიმყოფებოდით ორის ოჯახში, წალენჯიხის რაიონში ჩვენ და საუბედუროთ სულ 5 ომის ვეტერანია დარჩენილი. ჩვენ ნახეთ მათი პირობები, მადლობა მინდა მუნიციპალიტეტს გადავუხადო, რომ მათ ყურადღებას აქცევენ ისინი და დღეს ჩვენ იმის მომხრე იმისი ხილები გავხდით, რომ დღეს გაიხსნა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გაიხსნა. ძეგლი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ გილოცავ და თელ სრულად საქართველოს ულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ეს არის ამბობის ჯილდოს მედალია 70 წლის გამარჯვების ფაშიზმის. თქვენ დაიმსახურეთ და თქვენაერ ადამიანებს მოვლა უნდა, მოფერება უნდა. პრემიერმა გამოგიგზავნათ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად თქვენ მამზაბერი ვარ. რამდენი წელი გძავდებით? 90 დავამთავრე. 90 დაამთავრე? ჯანმრთელობას გისურვებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. Здравствуйте. Здравствуйте вас. Поздравляю. Это вам. Чтоб 100 лет еще жили. Здоровья вам. Всех благ. Мое лицо где-то я вас видала. Наш губернатор. Наш или Тургенский? Не наш. Значит, это вам от правительства юбилейная медаль. Ага, давайте. 70 лет победы над фашизмом. А я не знала. Извините, Вот видите, пожалуйста. вот это вам, вы это заслужили. Спасибо. Вы это заслужили. Я думаю, да. Вот эта медаль, юбилейная медаль от правительства Грузии. Это вам и подарок от премьера. А Это вам
Атираку Гарибашвили, а пример это вам лично. Спасибо. Пример прислал подарок. Спасибо, дорогие. Спасибо. Чтоб мы Спасибо, Грузии, Целинджики. Я вас люблю, Целинджику люблю. 68 лет я живу в Целинджике. Никуда не хочу. Измены нет никакой до смерти. Целинджику люблю. до смерти вам далеко, до смерти вам далеко. 87. 87, дорогой мой. Это вы вот такая красивая женщина, вот да, это. Когда-то было, а сейчас... Почему когда-то? Вы хорошо выглядите. Да сейчас, ну надо было посекуриться. მაისობა არის ჩემი უდიდესი გულის ცქერა. ამ სიმღერის სანატრით მე ზეიმმა მომღერა. კარს მოგვართ გაიგ მაისი, კალფა ვარდით აუსია, ზეიმობენ ჩიტუნების საშიფრთები გაუშლიათ. ჩემი ლექსიც აღიწყება და მაისის სიხარული მომღერებს და მადიედებს საქართველოს სიხარული. Все, качерева не будет. Не будет качерева. Качерева не будет. Катенька. Так будьте здоровы, живите богато. А мы уезжаем в Уджвары. Да. Я не могу. Мы вас поздравляем еще раз. Спасибо, дорогие. С победой. Спасибо. Ну не Большое, с обижайтесь, что великой плохое победой. вино. Мое, само дело. С великой победой. Всех благ вам. Здоровья вам пожелаю. Здоровья пожелаю и радостно то, что вы не одна здесь. Нет. С вами вместе столько друзей. Абсолютно. И то внимание, которое вам уделяет, чтобы они все всегда вам уделяли. Вы тот человек, который нам подарил мир. Всех благ вам. Всего самого наилучшего. Спасибо. Дай Бог вам здоровья всем. Я победишь вот это. Счастья, здоровья Спасибо. и всего наилучшего. Дай Бог. Дай Бог.